გამარჯობათ ხალხნებო. Timi გოგო როგორ ახარ გოგო? ვაიმე. როგორ ხართ? რომელი 7 წუთზე მოვედი სახლში. ეხლა დიროსელოდები დაბლა არია მოვიდეს. მონახოს ტანსაცმელები რომ უნდა ვაბანაო. იმიტომ რომ არ მიბანავებია ეგ. გუშინ. მამა პაპურად გავთბე. ბაშტყას ველოდებოდით და მარტყოფელმა გამოიარა და წაგვიყვანა თან სოფლის დასაწყისში ცხოვრობს ის კაცი და ამომიყვანა მაინც ზემოთამდე. ვაიმე, ეხა არ ვიცი თუ წყალი მოდის, სამეებს შევყრი და გავრეცხავ. გუში რა თავი დავიბანე, შორე. არ დამივარცხნია, ეგრე მაქვს შეკრული. გუშინ სამსახურის შემდეგ ვიყავით ლილოში, ვნახე დამიანეუს საყვარლესი. აი ამ ხელა არის, აი სურათებში და ვიდეოში უფრო დიდი ჩანდა და რომ მივედი პატარა დამხვდა და სასაცილო რა იცის ტანსაცმელი როა ცვია. ხო უნდა უცბად ესე მოიკუმტება და გამოძვრება ხელები, ფეხები იქვია აქ. ძალიან საყვარელია პატარა დამიანე. ეს შევიკრათ, რადგან ეხლა აბანოში ხელი არ შეგვიშალოს, ნინოს ვაბანავებ და მერე მეც მივყვები ბარემ. ეხლა რა ხდებოდა? მაგნოლიაში მოგიყვეთ? მოგიყვეთ. მოკლედ, წავედით შაბათს. ხო შაბათი? არა გატყვით კვირას. ესე იგი, მეგონა რომ ანუ შაბათი დღე ხო იყო 3. ხო 3 მარტი არ მომილოცია ესე ოფიციალურად ვიდეო ხო არ ჩამიწერია გუშინ და ეხლა მოგვიანებით გილოცავ ძალიან ბევრს. იმით კი მოგილოცესთ ნინოს ლექსით. მაგრამ მადლობა ვინც მომილოცეთ და მეც კიდევ და კიდევ გილოცავთ. მოკლედ რადგან დაჯავშნილი იყო 3 მარტი, მთელი 3 თვით ადრე და ჩვენც გვინდოდა 3 მარტს, მაგრამ ფიზიკურად არ იყო ადგილი დავიჯავშნეთ 2-ში. და მეგონა რომ რადგან 2-ში იყო დაჯავშნილი, 3-ში იყო დაჯავშნილი ძირითადად ყველასი. რა არის? ანუ კვირას თქო, ბევრი ადგილი იქნება, მეთქი მაგნოლიაში მიდი ტანსაცმელი გამზადე და წავედით, უცბად რა ვიცი ავანთებ. წყალი ხوار მოვიდა. ხო და მეთქი ალბათ კანტიკუნდად იქნება ხალხი თქო, მაგრამ არა. საკმაოდ ბევრი, ყველა მაგიდა დაკავებული იყო და ერთი ცალი ჩადმატებული იყო დაჟე. ოდი გოგო ჩემთანა, მოდი მაინც უნდა ვიბანავდეთ გემრიელად ჩაგეღუტები. მე ჩემი გოგო, თან შორენა მითხარ, რამდენი ხანია ვარ მინახიაო ეს ქალბატონია და მანახეო. ჩემო პრინცესა, აი მე. იჩეკია. ჩემი ლამაზი გოგო, ვინ არის ჩემი გოგო? ხო და? კარგი სუფრა გქონდა სხვათა შორის. თავიდან ვაპირებდით დაახლოებით 18 წასვლას თუ რაღაცა და მე რაღაცა გავაგვაკლდა მიზეზების გამო ხალხი და წავედით 12 თუ 13. ამიტომ მენიუ 18 თუ 15. იმგონი 18. მასე გქონდა, ანუ ლომად საჭმელი გქონდა. დარჩა კიდეც საკმაოდ ხინკალი და რაღაცები და რა თქმა უნდა ყველაფერი წამოვიღეთ. იმიტომ რომ ნუ წამოიღობა, მაგრამ უნდა. ხო და მეორე დღესაც იქეიფეს, ანუ გუშინ. მაგრამ მე ვმუშაობდი და მეთქი თუ ადრე მოველი ხო მოვალ თუ არა და არა და. ეხა ისე მოხდა რომ გუშინ რომ სამუშაოდან წამოვედი, მე ლილოში წაველით დამიანესთან და აღარ წავედი და თავიც არ მქონდა სინამდვილე რომ გითხარით. იმიტომ რომ შაბათს რო დაიბადა დამიანე და იმის ქეიფის ამბები მე კვირა დღისით ეგ ამბები და
თან კვირა დღისთვის აქ მოვედი მაგნოლიიდან, მართლა კაი დრო გავატარეთ. აი, არ ვიცი, უმაგრესი დრო გავატარეთ. მე დავკარგე შავი თმისამაგრი ეს პატარა და თმა როს ჩამოშლილი მქონდა არ მინდოდა და ამიტომ რა ვიცი, პატარა კობზი იდო იქ რა. არ ვიცი, რის კობზი იდო, რატო იდო კობზი? პატარა კობზი. ხო და იმ კოზით გავიკეთე თმა. აი ეს კოსასავი და იმ კოზით გავიკეთე. ანუ ეხლა თუ მაგნოლის წარმომადგენლები ვინმე მეყურებს, ერთი თქვენი კოზი სახში მაქვს, სახში რფელი მერე დავინახე და რომ მოვალ მათ კიდე საკმაოდ ხშირად დავდივარ, იმ კოზს დაგიბრუნებთ, გეფიცებით მე ისა არ დავიტოვებ. პატარა რა ვიცი, რისთვის იყო? მაგის რა ვიცი, რისთვის? ამ წამს. იკავი რა, შენი მაცბობ რა. ხო და მოკლედ მაგნოლიიდან რომ მოვედი პირველ საათზე, პირველი კი რაღაცა დაბლა ისე ცოტათი კეიფობდნენ და წავედი იგივე დავწეკი. და ბუძენიკი დავაყენე პირველს ნახევარს დავიძინე, ბუძენიკი დავაყენე 4-ის ნახევარზე. ხო და რო ავდექი 4-ის ნახევარზე, სხვა შორის კარგა უმახიანად ავდექი 3 საათი, რავი, მეყო ან ვიმყოფინე. დავდგი მაიონეზის მასალა, ვინეგრედის უფრო სწორად. მერე დავიწყე ბორშის ყველაფერი ატრიბუტები რო რიგითობით ჩავუში და დავამთავრე და მარტო მწვანილი აღარ მქონდა ჩასაყრელი და ისა. ამასობაში მოიხარშა ეს ვინეგრედის მასალა და მოკლედ 8-ის ნახევარი თან ხომ ამ დღეს სკოლაში არ მიდიოდნენ ორშაბათ დღეს და დასვენების დღე იყო 3 და დაახლოებით 8-15 წუთზე ყველაფერი მორჩენილი მქონდა და ყავასთან ერთად აი გვიჯექი ბუვივით კარგად დავლიეგემრილა ყავა კიდევ დამეძინა და მე შევიძვაც მოვიდა და გავიქეცით და წავედი და გუშინაც რო გვიან მოველი ახლა იქცევა. ესე ბეჭირა ბავშვი მეძინებოდა. მოკლედ ეს დღეები მაგრა დავიღალე რა, მაგრამ კარგად რაღაცები მოვასწარე საქმიანობის მხრივ. მაიკები აიღე. რა ხდებოდა ბაბალდე ცეკვაზე? დღეს უნდა მეთქვა და მამასთვის და ეხლა ვეტყვი რომ ხვალე სკოლიდან რო ამოივლით. იუსტიციაში უნდა შეხვიდეთ. რომ პირადობისთვის გადაიღოთ სურათი და რაღაცა რა. ხო და ისა. ეჩქარება იმ სალომასტებს უნდა პირადობის ასლები გავგზავნოთ. ამას მოასწრეთ. არაფერი არ იქნება. იმის გიზავს. რა ხდებოდა სკოლაში, ცეკვაში. ნუ ჯერ სკოლაში და მერე ცეკვაში რაღა და ზე. კუდი არ ქონდა? კუდი ვერ იპოვე, სადაა? ორი მომის მანქანაში დავჭი. კაი, კუდი ვერ იპოვე და ეგ არ იყვრება? შეკრული. არა, დაგინახე როგორც შემოხვედი. ხო, შეკრული მქონდა. აი, შეკრული მქონდა? თუ აქ ღილები გაქაწყვეტილი. ნინო რა დაადო იმას. ეხლა წავალ უცბად მოუკიდებ რამე სავანთებ. დაყალეთ რამე დილასწორად ადი რაღაცეები არის. ნუ თვალე დილამდე აფერი არ იქნება დილას ჩვავთი და შემოუქროლე კინაღამ ან ჭიქა საიდანაც. სხვა შორის ერთი მინუსი აქვს მამტვერსაც. ანუ რითიც უნდა აწიო. ისა დილას კინაღამ იმით კი არ ავწიე. ჭიქით ავწიე კინაღამ. აი რომ ამეკაჩე სამ სიმძიმე და მეთქი არ ავტეხო და დავინახე რომ ანუ ჭიქა რომ უნდა გამოვაძო ჭიქა რა ის კონტეინერი რაშიც ეს ნაგავი და მტვერია იმით უნდა ამეწია ზედა მხარით და ეს უნდა აღყირო. ხო და ცოტა სიფრთხილით და ძიმია საკმაოდ რა. ის რო იყო აიღე და ისევ წაიღე და ჩაარჭე იგი არ არის და აიღო ეს აქეთა ჩანთასავით აქეთა ის რაღაცა. ეგრე მოკლედ რა მაგრამ კაია ძლიერია ძალიან მაგარია. ორი თავი აქვს, ერთი იმის ხალიჩის რა განახეთ და მეორე ის ორივე დავტესტე ხო ისა. მეთქი აბა ის იატაკისას გავუკეთებ ხალიჩაზე მეთქი და ვერ დაკაჩა სხვათა შორის. აი ეს მაგარია რაც მოხვა ხალიჩისთვის, აი ესე წებება ხალიჩას და აი ესე წევს ზემოთ და მტვერიში აქვს რა ვიცი რა ძალიან მაგარია. და ისა პრობლემა შეიძლება დააწვე ამ ჩოტკებს შესწევს და მე იატაკსაც გამოიყენე. მე მგონი ძირითადად მაგას გამოვიყენებ და თუ რაღაცა არის და გაუთავი გაუფუჭე, რა ვიცი 3 წელია
იაფასიანს არ გაუფუჭე თავი და რაღაც მაგას გაუფუჭე. ეს სამსახურში ბევრი საქმეა რა გადაგივალოთ და რა ვიცი დაახლოებით 4:30-ისთვის ხდებით 1-15 წუთი და მე ისე იქამდე ვერა. იქამდე ვერა ძალიან დღეს დავამუშავეთ. სკუმბრია, სელდი, ანათალი, სტავრიდა. ეგ 4 სახეობის თევზი დავამუშავეთ. დავაბინავეთ. ეხლა ჩვენ რომ ანუ ქალები ჩვენ ძირითადად უფრო მალე ვრჩებით ხოლმე იმ ხრივ რომ მე ფეჩში შესაბოლათ რომ შეაქვთ უკვე დაწყრეტილი აი თქვენს განახეთ ვიდეოებში. კოკი ვიდეოებში თქვენს განახეთ ის ბევრი ჩამწკრიბული თევზები როა საშრობად რო არის დიდი ვილტილიატორები უბერავს რომ ეს წყალი ჩამოიწკრიტოს რითიც არის გარეცხილი და რაღაცა რა ხო ვკიდებთ რომ შესაბოლათ რომ და ისაქნეს და ეს ჩამოიწუროს ისაქნეს მე ეს უნდა შეიტანონ ფეჩში და ანუ ძირითადად ეგ რჩება ხოლმე საღამოხანს და ამიტომ გვიწევს რომ ჩვენ ძირითადად შეიძლება 1.5 საათი შეიძლება 1 საათით ადრე მოვდივართ ხოლმე ხან არის ის სიტუაცია რომ პარალელურად ან ჩვენ ქალებსაც იმდენი საქმე გვაქვს ოღონდ სისულელი ეხა რომ შევადარო რომ კაცებს ძიმე საქმე აქვს იგი ბოჭკები იქის რა ხო და ისინი უფრო იღლებიან რა თქმა უნდა და საწუწუნო არაფერი არ აქვს. წავედი ხა მე უწმე თავანთებ ნინოს აბანოს. ვიბანავებ და აი მე გუშინ კიდე რომელი საათი იყო 12 საათი მაგრად მეძინებოდა. ყველაზე მთავარი კიბებზე ჩავდიოდი შაბათს და ქუსლი დავარტყი და ქუსლი მაქვს 2 ნაწილად ეხლა. ვერ ვადგავ რა ანუ რატო ვიცი ამ ქუსლის აი თუ ჩქარჩქარა ჩავალ და ქუსლს ჩამოვარტყავ ხოლმე ფლოსტები ხომ აცვია და ავიხებ ხოლმე ქუსლსა და ხაი გადგინი ტკივა ძალიან არ მოხდა ტკივა ხო და ესე დავჩლახუნობდი მეთქი თან დაძინება მინდოდა თან რაღაცა და ამასობაში ჩავრთე ნანუშკის ვიდეო ვუყურე ვუსმინე უпростоრად და თან შემომაუთოვა ბლომადი ხო და დღესაც დავაუთოვებ და ქალი ვიქნები ხო ხუთშაბათს ნინოს კარნავალია დღეს არა ისა ხვალე თუ ადრე მოვალ შევკერა თუ არ დაგინდა ოღონდ კარნავალია ხო იცით ის რო არის რა ქვია ჩექმებიანი კატა ამის შემდეგ რაღაცა კარნავალი რო გექნება ჯერმე შემითანხმდი რა უნდა იყო რა კუდი ხო ვიყიდე ის ბუმბული ხო მაქვს ის რაღაცაც მაქვს ხო და რა ვიცი თუ მოახერხი ხვალე შევკერა თუ არ მოახერხი და კუდი დაიფარს და წავიდე ეგრე ეზარება ხარხნო ხო ანუ ხუთშაბათს რატო ვთქვი რომ მინდოდა რომ უკვე შეკვეთებზე გადავსულიყავი მაგრამ ეს ხუთშაბათიც დღეც გავიყვანო რა მე პარასკევს კიდე მინდა ბაზრობაზე წასვლა და რატო მინდა დამიანეს ვუყიდო რამე ჩასაცმელი და მინდა ნიკოლოს ვუყიდო რამე ჩასაცმელი მე რომ მეჯვარეთ ვიყავი თამოს ჩემ კლასელს აი პირველ კლასში ერთად დავსხედით მე თამო მეცხრედან გავიდა და რა 3 წლის წინ თუ 1 წლის წინ მეჯვარი ვიყო მოკლედ ხო და ეყოლა პატარა ნიკოლოზი ჩემი ტოლია პირველი შვილი პირველი ანგელოზი და მინდა ნიკოლოსაც რამე ვუყიდო და სავარაუდოდ ეგ იქნება პარასკევს ან შაბათს მოკლედ პარასკევს როგორ ხასიათზე ვიქნები იმის და მიხედვით რა იმიტომ რომ მინდა რომ ერთი დღე არსად არ გავიდე და მე მგონი პარასკევი იქნება ეგ სახში მინდა ყოფნა იმ მაგრად მინდა სახში ყოფნა დილიდან საღამომდე და ოღონდ როგორც აი ეს თოვლებმა რომ იყო რომ ჩამაგდო და არანაირი ხალისი არ მქონდა არაფრის და ელემენტარული აქედან აქეთ გადავჯექი აქედან აქეთ და აი სრულად მკვდარი უმოქმედო და რავი უყველაფრო ვიყავი ეგრე აღარ მინდა ვქნა ჯერ იმიტომ რომ ხედავ რომ ამინდები თბება უკვე და ეგ ჩემი პლუსია და ჩემი ენერგიის წყაროა და ამიტომ უნდა მივყვე იმეებს რა ქვია შეკვეთებს ან ეგეთ რაღაცებს რა მოკლედ წავედი ხა დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე წავედი ხა ბანო ავანთო ნინოს ახალი მაჩალკა დავტესტო დარჩება თუ არა სახელი და გვარი მარტო
ხო და ასე შემდეგ თუ მოვახერხე და თუ მოვედი და რაღაცა ხო მოვედი. თუ არ მოვედი და ხო არ მოვედი. ხო. დავედი. თვალში რაღაცა ჩავივარდა. კანტონები გამოვიგლიჯე ხალხ. ხო, სურათები და არა, არ დამედია. სურათები დაგვავიწყდა, რომ გადაგვეღო მაგნოლიაში, სანამ кейფს დავიწყებდით. მერე ციოდა, მერე გარეთ გასვლა დაგვეზარა. მერე იქ მაგიდასთან კი გადავიღეთ. კარგად ვიხუხუნეთ, ხო? ესა ღვინოს შეტანის უფლება გაქვს, კონიაკის ეგეთი რაღაცებს არა. მაგრამ შევიტანეთ. ალალად ვამბობ რა, იქაც დაინახეს, როგორ არ დაინახეს კაცო. ღვინო დავლიე სინამდვილეში, კაი კახური ღვინო დავლიე. არც მეჯღანებოდა და არც არაფერი, მშვენივრად მე და ლალომ ნათიამაც ღვინო დავლიე. მოკლედ, კარგად ვიხუხუნეთ, კარგად ვიცეკვეთ, საწუყოდ ვიყავ, რა ვიყავ. კაი დრო გავატარეთ, მე ზოგადად მაგნოლიაში რომ მივდივარ ხოლმე, ვიცი რომ იქიდან მოვდივარ ყველანაირად კმაყოფილი, საჭმლით კმაყოფილი, ხაჭაპური ხო აქვთ რაღაცა საოცრება, მაგათ ძალიან მაგით ხინკალი მივირთვი გვერდზე ერბო მედგა და იმით ძალიან კაი. დღეს ყვირილი რაღაცა. უბრალოდ თმის გასაკეთებლად მარტო კოვზი გამოვიყენი იმას ვერასდროს და იმასაც წამოვიყევდი. ისა მაგნოლიის კოვზი მაქვს ერთი ბალი, მაგრამ სახში მაქვს რა. როგორც კი მოვხვდები, აუცილებლად მოგაწვდით. ახლო კი მუშაობ. თქვენს გვერდზე ვარ სხვადასხვა იქ დაბლა საწარმოში. თევზების საწარმოში, მაგრამ ისა მოგაწვდით რა, ვიცი რომ ჩემი არ არის და არ შევიტყავდი. მართლა კაი დრო გავატარეთ. ხო, მე ისაო დავგეგმოთ, მოდი აქ წავიდეთ. მეთქი პას ახლა დამთავრდა, წინ მე თურქეთის ხარჯები მელოდება და საკმაოდ არა ცოტა. მე ვთხარი, ეხლა მეყო. მერე დანარჩენზე ვილაპარაკოთ მე. კაია, მიყვარს რა ესეთი სიტუაცია რო ახოლმე და სადაც შეიძლება უნდა წახვიდი ადამიანი. იმიტომ რომ მე მიყვარს ესეთი შეკრებები თან ძალიან. და თუ მიდიხარ, კაი დრო გაატარო. უნდა ჭამო, უნდა დალიო, უნდა იცეკო. ყველაფერს უნდა გააკეთო. ეგრე. ანინო წადი. ეგე. ნინო არ გინევწახდი და დაიბა. რა კაი იყო ზაფხული ხო? გაყარები შეუში გამოვა. მაგრამ ეხა ახალი მაჩალკა მაქვს დასატესტი. ნახოთ რამდენად კარგა გახეხავს. ხო და ისა, ყავა მეორე ყავა არ დამილევია დღეს სამსახურში, თამ კი შემომთავაზა. მაგრამ ისა მისჩენია ახლა ის რომ მოვჩები უცბად ყველაფერს. ისა ვქნა რა. ამოვიდი ეგ დავიჭდე ნინოროზის ახლა და გემრიელად დავლიო ყავა. ეგრე. ჭამე საჭმელი რა მოხელი? ჭამე? ცოტა კარტოფილი, ცოტა მაიონეზი, ცოტა შილო დაგვრჩა ჩვენ საჭმელი რამე? რო თუდად რა ისპანახი? როი მაცივაში იყო? ხო, ეხა ისპანახი მეც მაქვს გასაკეთებელი. მოკლედ, ადე წავედ. ნინო, მომავალ ვიდეომდე. წავედი. დასალევად მეწახი. ბავშვების დარიგების არის. ბავშვები ბებოებთან რჩებიან. დედა მაგნოლიაში ბავშვები ბაბოსთან რა პრობლემაა. აქ ორი კაცი კიდე დაჭირდება.